მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს. ეს წელი იქნება თქვენთვის დაუვიწყარი წელი, რადგან ამ ვიდეოში მე თქვენ ბავშვობაში დაგაბრუნებთ, ცოტა ხნით. ასე რომ მოემზადეთ ამ ვიდეოში თქვენ ცრემლებს დაყვრით, ნოსტალგიურ ცრემლებს. ალბატონებო და ბატონებო, დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ საიტი, სადაც მთელი დღე შეგეძლო გეთამაშა. საიტი, რომელმაც ბავშვობა გაგვილამაზა. თქვენს წინაშეა Privi! ესე იგი, რითი დავიწყოთ ჩვენი ბავშვური მოგონებების გახსენება. მოდი ამ თამაშს ბოლოსთვის შემოვინახავ. პირველი თამაში იყოს ფუტბოლი, მაგრამ მიყვარს ეს სპორტი. სულ ამდენი პლეიერია? კაი, ვენი რუნი, ქრისტინე რონალდო, კარიმ ბენზემა. ქალის სახელები რატო ქვიათ? კაი, ერთი კითხვა მაქვს. სად ჯანდაბაშია ფეხბურთის მეორე თხა? ქრისტინე თუ არის, მესიმ რა დააშავა. ორი გოუთის ბრძოლა ხო კაი სანახაობა იქნებოდა, მაგრამ დავიკიდოთ. კაი, ამ შემთხვევაში მე ვიქნები ქრისტინე რონალდო. დაიწყო თამაშიც, რუნის ვებრძოლები, ძალიან იზი იქნება ეს. ხო თქვი ძალიან იზი იქნება თქო და გოლი გამიტანა, უათვლესი. აზზე ხარ, ჩემმა თიმეითმა გამიტანა გოლი. თუმცა რონალდო ხო კამბექის მეფეა და ის დაბრუნდა. რა დამძრეული გაქვს მაგერთი გოლის გამო. და ბურთმა ფიზიკის კანონი დაარღვია. და მეორე გოლიც შეუგდო. ხო თქვი კამბექის მეფეა თქო. და რონალდოს ჰეტ-ტრიკი. ესეც მეოთხე. და ესეც მეხუთე. ესე იცის გოუთს რო უღალატებ. ორმაგად დაგინძრა მეგობარო. ეს ერთი. სამაგად დაგინძრა მეგობარო, მაგ მესამე გოლისთვის. ეს ერთი. ეს ორი. ჯერ სათხართ მოიცა. ეს სამი. რა ლამაზი გოლი იყო. ესეც 4. ჩემი კაი რა. და ესეც მეხუთე. აი რას ნიშნავს კარმა. და ესეც მე-6, ჩემ გავარღვიე რასაც ქვია. და 12-3. ეს არის გოუთის მასტერ კლასი. შემდეგი თამაში იყოს მოდი Red Bull-ი. სინამდვილეში Red Bull-ია, წითელი ბურთი. ესე იგი love story არის ჩვეულებრივი ეს თამაში, ოცნებობა შვილებზე, თუმცა აზრზე არა ვარ ესენი როგორ უნდა გამრავლდნენ. და ამ ყველაფერს დაინახავს კაი ბიჭი და რა თქმა უნდა კაი ბიჭს არ მოეწონება რომ გოგო არის წითელთან, რადგან მათთვის წითელი ხო ბუზური ფერია. და წაართმევს გოგოს და გადაწყვეტს რომ აჩვენოს ვინ არის ნამდვილი მამაკაცი. თუმცა არა, როგორც ფილმებში ხდება, ის სიგიჟემდეა შეყვარებული და ის შეეცდება ეს შეყვარებული იხსნას განაბისგან. ხო, ეს არის მთელი თამაშის ისტორია. ესე იგი დაიწყო თამაში და თამაში მიგვეთითებს რომ ავიღოთ 3 ვარსკვლავი, თუმცა რაში გვჭირდება ის? ესე იგი რაც მეტ ვარსკვლავს აიღებთო, განსაკუთრებით ოქროს, მით უფრო მალე მიაღწევთ თქვენ მიზანს, მით უფრო მალე აგისრულდებათ თქვენი სურვილები. აი ასე აბოლებდნენ ბავშვებს. ესე იგი დროშას მივახციე. პირველი საფეხური გავიარე. დედა, რამდენი ეკალია, კაცო? თითქოს საართული დაბრკოლება უნდა გადავლახო. მეორე საფეხურს მივახციე. ესე იგი, ძალიან ბევრი საფეხური დამჭირდება, რომ შეყვარებული დავიბრუნო. დედა, თურმე რეები უნდა გადალახო, გოგო რო დაიბრუნო. ერთი რომანტიული სიმღერა გამახსენდა ამ მომენტზე. მე გადმოვცურავს ყვას. დაუჯერებს ყვას. რომ მე არ მოვა. და ჯანდაბა ჩავფლავდი. გაუცოცხლდი, ძმა შანსი მომცა. კაი, მეც ვეღარ ვითამაშებ, რადგან ძალიან ბავშვურია. თუმცა ეს განსხვავდება წინა თამაშისგან. ბავშვობაში გიждდებოდი ამაზე. ნოსტალგია მომაწვა. დედა როგორ მახსოვს ეს გარემო. ესე იგი, 3 პერსონაჟია, როგორ წითელი არის ცეცხლი, ლურჯი ყინული, ყვითელი არის უჩინარი, გოუსტი. ესე იგი, რაღაც შავი ტოქსიკური მცხნერის არსებები დადიან აქ. მე მელოდებია რომ მომწავნონ. თუმცა ამათ მარიცია რომ მე მათზე ჭკვიანი ვარ და შემიძლია დავწვა ისინი. კარგი, ესენი დავწვით, მაგრამ აქედან როგორ უნდა გავიდე? ყველა ღილაკს ვაწვევი, მაგრამ არ გადის. ყინული რო დავდო ამაზე, მაგრამ ამის გაღება რაში მაწყობს? არც არაფერში. ანუ აქედან რო შევალ, იქიდან გამოვა. არ გადის მა. 2 hours later. თურმე ტეღილაკისთვის უნდა დამეჭირა. სად მოვასწარი, მაგრამ მაინც მომკლა.
დაიწვის შენ ბოზო. ეს რაღა არის ბიჭო. კაი მოდი სხვა რამე ვითამაშოთ. ეს თამაში მახსოვს. ესე იგი თავიდან ხარ ჩოულებრივი ბომჟი, რომელსაც არაფერი არ გააჩნია, არც ძალაუფლება აქვს და არც არაფერი. და ის გადაწყვეტს, რომ მეფე მოკლას და თავად გახდეს მეფე. თუმცა ის გაიფაქტა. ჯანდაბა ციხეში გაუშვეს. გაუშვეს რა გააპანღურეს. აბა ვნახოთ ეს რა სიზავს. ჯანდაბა ესეც რა ყურადღებიანი მეფეა. ვნახოთ მესამე რა სიზავს. და ესეც ჩაფლავდა ბიჭო. რამდენი ვირი გაუშვა ამ აბანოში. და ძulis და მან თავად დაიდგა გვირგვინი ნაპოლეონივით. ახალი ვირთხაც მოვიდა. მეგობარო, ეგრე ბოზურად ვერ მომკლავო. დაუპირდი ბიჭო, ჭაღარა თმები ამომივიდა. მე მგონი ეს სიცოცხლის ხაზია ბიჭო. და რა ჯანდაბა ხდება ბოლო და ბოლო. ჯანდაბა გული გაუჩერდა. თავარია რომ სიბერით მოკვდა და ბოზურად არ მოკლეს. და ასე გრძელდება მარადიულად. არა, ერთ ნიშნულოვან რამეს კი გვასწავლის ეს თამაში, რომ ცხოვრებაში ყოველთვის მოვა ერთი ახალი ნაბიჯი. და რომ მოვიდა ეს შედევრი ვითამაშო. Power Pamplona. რას ვეძახდი არ მახსოვს. ეს მუსიკაც მახსოვს. წოდი ბიჭო. ჯერ არ დაწყებულა თამაში და რქები ჩამაჭო კინაღმჭი. ჯანდაბა რა მხილა თავები გაქვს. სვანები ხარ? ჯანდაბა ყურები ჩემი. მეგობრებო, თქვენთან შეიძლება არ ისმის, მაგრამ ჩემთან ისეთი შხრიალის ხმები ისმის და ისეთი დინამიკური ხმები ისმის, რატო არ ვიცი, მაგრამ ჩემი ყურები რო კომაში ჩავარდა, ეგ ვიცი. და 59 წამი მშვენიერი. კაი, შემდეგი იყოს გერმანია, რატომაც არა. მახსოვს აქ ერთი მიმტანი მომსდევდა. ქალი იყო თან. ყველაფერი გასაგებია. ჯანდაბა საიდან გადმოხდა? ძემო აქ? ძროხის ძე არის? მივხვდი ეს ბიჭი რატო გაურბის ამ მიმტანს. ეს ბიჭი ხო ვეგანია და სხვანაირ ძეს სვავს. და ამ გოგოს განაც დავახციეთავ. აი შემდეგი იყოს ბრიტანეთი, უფრო რომ დავაკონკრეტოთ ინგლისი. აქ რაღაც ჯანდაბა ხდება. ყველას ეს კაცი რატო სძურსე? კაი, ხარი გავიგე, მაგრამ აშკარად ყველა ხარია ამ თამაში, ამ კაცის გარდა. ჯანდაბა რატო ისმის ასეთი დინამიკური ხმები? ყურსასმენები მიკეთია. დამინდეთ, ძმაო. ესეც რა დებილი პოლიციელია. აშკარად ხარი უფრო ჭკვიანია ვიდრე ეს პოლიციელი. და ესეც მარტივად გავიარე 2 წუთში. ღორების ადგილი უნდა გავიარო? მოდი არ გვინდა ღორების ადგილის გავლა და მე ბონუსად განახებთ ისეთ თამაშს, რომელსაც ვერცერთი ფლეშ გეიმსი ვერ შეედრება. აი ამ თამაშზე გეუბნებოდით. ესე იგი რა ხდება, ეს ნინძა ასასინი თუ ვინჯანდაბაც არის. მევა გამყიდველთან და მოპარავს ვაშს. გემრიელად რო ჭამოს. მშვენიერი აკრობატი ყოფილა. და ის ნახავს რომ ძებნაშია და ადამიანს მის დაჭერაში უხდიან 42 მონეტას. რა ცოტა და ამასაც მაგრად გაუხარდა რომ ასეთი პოპულარულია. რა ძერსკადი ღიმისე. თუმცა არა, მასზე უფრო ძლიერი პიროვნება იძებნება 5000 მონეტად. და ის შეეცდება მოძებნოს ეს ადამიანი და დაიჭიროს. რადგან მას უნდა რომ ის იყოს პირველი. ან უბრალოდ ფული უნდა. ესე იგი ეს მცხნერის ნაჭრები გაწიხლავენ ბავშვს. ოპა, ექშენი დაიწყო. ეხლა უყურეთ. ჰოპ, ჰოპ, დავსო. ერთი წამი. რატომ ესროლე ვაშლი, როცა შეგეძლო რომ 2 წამში გაგეძუყნა ისინი. დამოკლედ დავიწყოთ თამაში. პირველი ზონა ძალიან ადვილი იქნება. მაგრამ ღილაკები დამავიწყდა, დარტყმა როგორ იყო და დანიშროლა. დარტყმით ავტომატურად ურტყავს. ესე იგი ეს არის ჩემი ბრონი. და გამიტეხა ამახვარმა. უფრად დაგინძრათ. ეს ერთი დანა აიღე, ბრონიც აიღე, ეს 2, ეს 3. ვა, ყვავილია. ალბათ ვიღაც გოგოს უნდა მიუტანო. Headshot. აგე ჯანდაბა ვერ მოვასწარი. გოგო ვერ დავკერეჩი. რა გავმაზე? როგორ მიყვარდა ეს ხმა. ზონა მეორე. პარაშუტი აიღე. ფუშენი ვერ მოვასწარი. ეხლა უყურეთ, ეს 1, ეს 2. ფუშენი. აშკარად დამვიწყებია ბრძოლა. თუმცა ნელ-ნელა ყველაფერს გავიხსენებ. მოდი აქ. წავიდა ეს 1, ეს 2. კიდე გამიტეხა ბრონი ამახვარმა. მოდით აქ. ეს დავაგდე. მეგობარო, უკან გიდგევარ, გამოიხედე. ოპა, პარაშუტები წავიდა. ჯადაბა,
გახსნა რითია ბიჭო დამავიწყდა გახსნა რითია ბოლო შანსი დამჩა ნახოთ აბა როგორ გამოვიყენებ ამ შანსს ეს 1 ეს 2 ეს 3 ბიჭო ეს ვინ არის უკვე მე-13 გამიტეხა ბრონი ეს 6 ეს 7 კომბო არაა ცუდი ჯანდაბა ვერავიდე ყვავილი თუმცა ბრონი ავიღე შვენიერია რა მაგრა ეზარება ბრძოლა კარგი ეს 1 ეს 2 ეს 3 ესეც 4 თურმე დეღილაკით ყოფილა პარაშუტის გახსნა და სიტუაცია დაიძაბა ზონა მე-3 კაი ეს 1 პარაშუტი აიღე ეს 2 არა ვაიმე რა დებილურად მოვკვდი ჩემ მაგრამ არა უშავს მაინც გიპოვე ოღონდ ვიდეოს გარეშე დღეისთვის სულ ეს იყო თუ აქამდე მოხვედით ესე იგი მოგეწონა ეს ვიდეო ხო და რაღაც უცდი და ლაიქეთ და არხიც გამოიწერე მე კიდე შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში დროებით